მოგესალმებით, დღევანდელი ჩვენი ლექციის თემა იქნება SQL-ი და მონაცემთა ბაზები, დათაბეისები. დღევანდელ ლექციას ჩვენ ვისაუბრებთ და ასევე გავაკეთეთ პატარა რეალურ სისტემას. ნაბიჯ-ნაბიჯ რომ გავყვეთ დღევანდელი ჩვენი ლექციის ქრონოლოგიას, ასე რომ ვთქვათ, შეგვიძლია database, დავაპროექტებთ tables, ვისწავლით SQL basics, დავაკავშირებთ Node.js API-ს PostgreSQL-თან და ბოლოს Live API route-ებს გავუშვებთ, ასე რომ ვთქვათ. და მოდი დავიწყოთ ეს ყველაფერი. ეს თემა, თემასაც დღეს ჩვენ გავიხილავთ, იდეაში არის backend developer-ის საფუძვლები, რადგან თითქმის ყველა რეალური სისტემა მუშაობს database-ზე, მაგალითად Instagram-ი, Discord-ი, Netflix-ი, Facebook-ი და საერთოდ ყველაფერი, მონაცემები ინახება ამ აპლიკაციების უკან, მონაცემები ინახება აპლიკაციებში, ამის მონაცემთა ბაზაში. რომ განვარცხოთ და მოდი ვნახოთ პატარა მაგალითი თუ რა ეტაპებს გადის ჩვენ როცა ჩვენ უკვე request გავუშვებთ, მონაცემთა ბაზამდე როგორ მიდის და რა ეტაპებს გადის request-ი, ასე ვთქვათ, სანამ response-ი დაბრუნდება. მოდი პირველი იყოს client-ი. მსგავსი რაღაც წინა ლექციაში გავაკეთეთ. და აქაც იგივე გავაკეთოთ. მაგალითად client-ი. როცა client request გააგზავნის არის express route-ები. ანუ route-ზე როგორც ვთქვი, წინაზე ვილაპარაკეთ და route-ი რა request-ი ეშვება route-ზე, ან რომელ route-ზე მიდის ეს ყველაფერი, მსგავსად არის. შემდეგ არის validation. ანუ ვალიდაცია. ანუ ვალიდაცია და ვალიდაციაზე წინა ლექციაზე გვაქვს ლაპარაკები, რომ ვალიდაცია იმისთვის გვჭირდება ჩვენ, რომ რაღაც ცუდი request-ი არ გაეშვას, მაგრამ ან საერთოდ არაფერი ჩაწეროს და ისეთი request-ი გავიდეს. შემდეგ არის SQL query და SQL query-ის შემდეგ უკვე ჩვენთან მოდის ეს PostgreSQL. ანუ მონაცემთა ბაზა PostgreSQL-ის მონაცემთა ბაზა და შემდეგ უკვე ბოლოში რაც დაგვუნდა არის response მსგავსად. მოკლედ როგორც ნახეთ, უკვე ნახეთ რა ეტაპებს გადის ეს ყველაფერი. და მოდი ახლა წარმოვიდგინოთ ასეთი რაღაცა, რომ ჩვენ გვაქვს backend-ი უკვე დაწერილი კოდი და ამ ყველაფერში გვაქვს user-ის რეგისტრაცია, გვაქვს login-ი, გვაქვს პოსტები, გვაქვს კომენტარები. და კითხვა ჩდება აქ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ სად უნდა შევინახოთ. თუ სიტუაცია ჩვენ ამ ყველაფერს შევინახავთ array-ში, სერვერის დარესტარტების დროს, ეს ყველანაირი მონაცემი წაიშლება. ანუ ესეთ რაღაცა არ გვაწყობს და არც არავის არ აწყობს ესეთ რაღაცა, რომ ეს მონაცემი წაიშალოს. ანუ მოგვიწევს, რომ თავიდან გავაკეთოთ ეს მონაცემები, რაც ძალიან დიდ მონაცემებზე საშინელება და არც არის მისაღები. და ზუსტად ამისთვის გვჭირდება ჩვენი database-ი და აქ შეგვიძლია მონაცემთა ბაზების საჭიროება. მონაცემთა ბაზა საშუალებას გვაძლევს ჩვენ რომ შევინახოთ მონაცემები, ვიპოვოთ სწრაფად, დავაკავშიროთ ერთმანეთთან, ვმართოთ დიდი რაოდენობით ინფორმაცია. და დღეს ზუსტად კონკრეტულად ვისაუბრებთ PostgreSQL-ზე. და რომ განვარტყოთ და SQL database არის ეს SQL-ის PostgreSQL database არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული database მსოფლიოში. ეს მოიცავს relationship database და არის ასევე open source სისტემა. რომ ჩავშალოთ რა არის relation database, ის ნიშნავს, რომ მონაცემები ინახება ცხრილში და ამ ცხრილს ეწოდება table-ები და ძალიან გავს ეს Excel-ის tables ან მაგალითად Google Sheet-ის ცხრილს. მაგალითად რომ წარმოვიდგინოთ და ეხ table-ი რომ დავხატოთ აქ, პატარა table-ი დავხატოთ, მოდი. რაღაც მინიმალური კოდი ვნახოთ. წარმოვიდგინოთ ეს არის ჩვენი table-ი. ერთი სვეტი. ეს არ გჭირდება. მეორე სვეტი, და მოდი იყოს მესამე. ცოტა გვერდული გამოვიდა, მაგრამ რა უშავს. 1 2 მოდი მესამეც გავაკეთოთ მესამე. როდესაც ჩვენ უკვე table-ს ვქნით, ჩავთვალოთ, რომ table-ი არის ზუსტად აი ეს. table-ი არის მსგავსი, აქ იწერება ჩვენთვის ყველაფერი. table-ში ჩვენ გვაქვს ასეთი რაღაცეები, გვაქვს row, გვაქვს და გვაქვს column-ები, უბრალოდ. გვაქვს row და column-ები.
row ამ შემთხვევაში ჩვენთვის ნიშნავს აი ამ ხაზს, რომელიც აქ მიემართება. მაგალითად, მოდი გავაკეთოთ ესეთი რაღაცა, ჩავწეროთ აქ. ეს იყოს ID, ეს იყოს name, იყოს email. მსგავსად. მაგალითად ID მივცეთ 1, სახელი მივცეთ SQL და email-ი მივცეთ SQL და ლუკა რაღაცა. მოკლედ ჩემ შემთხვევაში row არის ზუსტად აი ეს მონაცემი, ერთი row, მეორე row, მესამე row. თუ ჩვენ სიტყვაზე გვექნება 1000 გვეყოლება მილიონი მომხმარებელი, მილიონი user თუ გვეყოლება, მილიონი row იქნება შექმნილი. აი აქ 2, 3, 4 მსგავსად წავა. ასევე კოლუმები რაც არის, კოლუმები არის აი ეს ადგილები, აი ეს არის ერთი კოლუმი, მაგალითად ეს არის მეორე კოლუმი, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ ინახება კონკრეტულად ის ინფორმაცია, კონკრეტული რაღაც ინფორმაციები ინახება ამაში. და ნუ ეგ არის ზუსტად ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი, ნუ table, row და ეს არის კოლუმი კონკრეტული სადაც ინფორმაციები ინახება. database-ებისთან მუშაობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ის, რომ როგორ უნდა გავასხოვოთ მაგალითად იუზერები ან თუნდაც ერთნაირი კი სახელების მქონე იუზერები, პოსტები ან რაღაცები ერთმანეთისგან. მაგალითად, მოდი რო ავიღოთ ეს წავშალოთ, ესეც წავშალოთ. სახელი მოდი იყოს მაგალითად ნიკა. email-ი არის nika@mail.com. ეს კოდ ეს რა? ეს აი ცუდად არის მოდი წავშალოთ საერთოდ. ნუ nika@mail.com. მაგალითად მეორე იუზერი არის მეორე იუზერის არის იქ რატო იწერება? არ ვიცი. მოკლედ გავაგზავნოთ აქედან, ახალი ცხრილი გავაკეთეთ. ნუ ID, name და email-ი გვაქვს მაგალითად. მაგალითად ჩვენი name არის ნიკა. email-ი ნიკას აქვს მაგალითად ნიკა ძავლუკა რაღაცა. მეორეც არის ნიკა იუზერი, შემოვიდა და ნიკას email-ი არის ნიკა ძავლუკა 2.0.0. ჩვენ თუ გვინდა განვასხვაოთ იუზერები და ზოგადად იუზერები რო გავიგოთ ვინ არის და როგორ რანაირად არის გაკეთებული, ჩვენ ამისთვის გვჭირდება foraging key. რაც ნიშნავს იმას, რომ foraging key რა არის ახლა ამ შემთხვევაში. foraging key ჩვენ შემთხვევაში იუზერებთან მიმართებაში იქნება ჩვენთვის ID. ყოველთვის იუზერებს და ზოგადად ყველაფერს, მაგალითად პოსტებს, კომენტარებს ყველას აქვს თავისი ID. მაგალითად ID აქ იქნება 1. მინიმალური მაგას ვახოთ. მაგალითად ID იქნება 2. ეს ID ყოველთვის არის განსხვავებული და ეს ქმნის ყოველთვის ყველაფერს. ანუ ეს არის ძალიან განსხვავებული რაღაც. ასევე ID-ები ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს დავაკავშიროთ, როგორც ასე პოსტები დავუკავშიროთ იუზერების, ასევე სხვადასხვა რაღაცები. მაგალითად, შევქმნათ კიდევ ერთი table. ვთქვათ ეს მესამე იყოს ახლა ესენი არაფერს დავჭერ. ID პოსტის name იქნება აქ და აქ იქნება მაგალითად content. მაგალითად ID არის 2. მაგალითად აქ ID არის 3. ამის name არის nikas blog. ამის იყოს nikas blog იგივე. კონტენტი რაღაც ადრეს რაღაც აქაც რაღაც ადგილს. ვახ, აქ რატო ვერ გადაგვყავს, კაი. რა უშვს. მოკლედ foraging key რომ ჩავშლოთ, foraging key არის კოლუმი, რომელიც სხვა table-ებს primary key საშუალებით უკავშირდება. მე წერან შემეშალა foraging key აი ამასთან დაკავშირებით ჩვენთვის ID-ები არ არის foraging key. foraging key არის ის კოლუმი, რომელიც უკავშირდება ერთმანეთს, მაგრამ ეს არის primary key, ანუ primary key არის მთავარი key, რო გავთვალოთ მაგას და primary key ზუსტად ის რაც წეგნ ვილაპარაკე, რომ აი ეს არის primary key და ეს არ განმეორდება, ეს ყოველთვის იქნება განსხვავებული ერთმანეთისგან.
მონაცემთა ბაზას თვითონვე აქვს ის მაგალითი, რომ მონაცემთა ბაზა გვიცავს იმისთვის, რომ ერთნაირი ქეები შეინახოთ ასევე რა. და ასევე ჩვენ კოდის მხარის იმასაც ვწერთ, რომ განსხვავებული იყოს ეს ყველაფერი. თუ მაგალითად user-ი არ არსებობს და user ID 999 არის მაგალითად, ForgeNK არ დაუშვებს იმას ამ შემთხვევაში, რომ რაღაც ასეთი მონაცემი შექმნას მონაცემთა ბაზაში. და თვითონვე გვიცავს ასე ვთქვათ მონაცემთა ბაზა. ნუ ForgeNK რაც როგორც ვთქვით, ერთმანეთს აკავშირებს მონაცემთა ბაზებს. მაგალითად, როდესაც ნიკამ შექმნა ერთი პოსტი, მაგალითად ეს არის პოსტს. როდესაც შექმნა უკვე პოსტი, ესენი ForgeNK-ით უკავშირდებიან ერთმანეთს. წეგან იმაშებოდა, ეხლა აღარ შვებ. ეს წავშალოთ, მოდით ესე გავაკეთოთ. ForgeNK-ით უკავშირდება პოსტებს. და მაგალითად აქ გვექნება ჩვენ პოსტის ID მოვა აქ ჩვენთან მაგალითად 1 პირველი პოსტის ID რა, ანუ მაგალითად 2. აქ ნიკას პოსტი რომელიც არის აქ იქნება 3 და აქაც მსგავსად იქნება. ანუ ID-ებით ForgeNK ID-ებით აკავშირებს ერთმანეთს ამ ყველაფერს ასე რომ ვთქვათ და ერთმანეთთან ერთად დაკავშირებულები, ამით ჩვენ გვექნება საშუალება რომ ვნახოთ მაგალითად პირველი ნიკას პოსტი რომელია, მეორე ნიკას პოსტი რომელია. და ნუ მსგავსად ხდება ეგ ყველაფერი. მოკლედ ეხა ეს რომ ვნახოთ ჩვენ რეალურად SQL-ბად database-ში როგორ ხდება, მოდი გავხსნათ SQL 1, მსგავსად იყოს. და ნუ გამოვიყენოთ ამ ყველაფერში ჩვენ SQL-ის ენა და SQL-ით გავაკეთოთ ეს ყველაფერი. მაგალითად create table. მაგალითად ეს იყოს მაგალითად users მსგავსად იყოს create უნდა იყოს აქ. მოკლედ გვექნება ID serial number primary key, რაც ნიშნავს რომ serial ნიშნავს რომ ყოველ ჯერზე როცა ახალი შეიქმნება ეს გაიზარდოს. ასევე primary key როგორც წეგან მოახსენეთ ეს არის ID, ასე ვთქვათ ID იქმნება რომელიც იქნება უნიკალური. გვაქვს მაგალითად email-ი, varchar ნიშნავს ანუ ასოების რაოდენობას, password-იც იგივე გვაქვს და created at გვაქვს times-ად, მოდი საერთოდ არ გვჭირდება, ის დავშალოთ საერთოდ. ნუ გვაქვს ერთ-ერთი table-ი, ასე ვთქვათ, create table-ი გვაქვს, შემდეგი რაც გვინდა ჩვენ რომ გავაკეთოთ კიდევ ერთი table-ი, მაგალითად create table post-ი და უცბად გავაკეთეთ. გვაქვს hide serial number, რაკაც იგივენაირად, გვაქვს title-ი, გვაქვს content-ი, ასე ვთქვათ, რაც წეგანით დავწერეთ. და გვაქვს user ID. ეს ცოტა დამამრემელია, ასე გავაკეთოთ. reference user ID. მოკლედ, user ID გვაქვს აქ თან, რომელიც არის integer-ი, ანუ ციფრი არის, არ არის 0 და reference უწერია user ID. ანუ აქ გამოდის რომ user ID დაკავშირებულია ერთმანეთთან reference-ით, ეს არის დამაკავშირებელი ID-ით. ანუ ერთმანეთთან პოსტები და user-ები და ერთმანეთთან დაკავშირებულია და თუ სიტყვაზე ნიკა შექმნის რაღაც პოსტს, ეს პოსტს ექნება თავისი ID, რომელიც დაკავშირებული იქნება ერთმანეთთან. ეს არის ForgeNK და primary key-ის განსხვავება ერთმანეთისგან. ამ ყველაფერს მონაცემთა ბაზაში ეწოდება relationship-ები, ანუ ეს ნიშნავს, რომ ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები რაღაცით. მაგალითისთვის ჩვენ რომ ავიღოთ, მოკლედ როგორც ვახსენეთ არის relationship-ები ამათ შორის და რამოდენიმე სახის relationship-ი არსებობს ერთმანეთთან. ეს relationship-ებია მაგალითად one to one, one to many და many to many. One to many ნიშნავს იმას, რომ მაგალითად one to many ნიშნავს, რომ ერთი users აქვს one to one უბოდიშე, one to one ნიშნავს იმას, რომ ერთი users აქვს ერთი მაგალითად table-ზე, ანუ table-ებზე აქვს ლაპარაკი, მაგალითად ერთი users კონდეს ერთი პროფაილი, ანუ ორი პროფაილი ვერ ექნება. ეს არის one to one relationship-ი ერთმანეთთან. One to many relationship-ი ნიშნავს იმას, რომ ერთი users კონდეს რამოდენიმე რაღაც. მაგალითად ერთი users კონდეს რამოდენიმე პოსტი. როგორც ამ შემთხვევაში აღვნიშნეთ, მაგალითად ნიკა შეუძლია კონდეს 5 პოსტი, შეუძლია კონდეს 6 პოსტი. ეს არის უკვე one to many relationship-ი, რაც უმეტესად ეს გამოიყენება ხოლმე, ზოგადად ყველაზე ხშირად ეს არის გამოყენებული კოდის მხრივ. ასევე როგორც ვახსენეთ, many to many relationship ნიშნავს
იმას რომ მაგალითად სტუდენტებს ქონდეთ რამოდენიმე კურსზე რეგისტრაცია და ამ კურსებზე იყოს რამოდენიმე სტუდენტი დარეგისტრირებული. ანუ menu to many ნიშნავს რომ ორივე მხარეს, როგორც სტუდენტს ისე კურსის მხარეს არის რამოდენიმე სტუდენტი დარეგისტრირებული და რამოდენიმე კურსია ასევე დარეგისტრირებული, კურსია დარეგისტრირებული ასევე. ну აქ ვნახეთ თეიბლების სტრუქტურა, ვნახეთ როგორ არის ზოგადად თეიბლები, SQL კოდის პატარა კოდის ვნახეთ და SQL Basics-ზე გადავიდეთ. ახლა და მოდი ჩავშალოთ რა ზოგადად გადავთქვით SQL-ი რაც ნიშნავს. SQL არის Structured Query Language. ეს არის ენა, რომელთაც ვისაუბრებით ასე ვთქვათ მონაცემთა ბაზას. როგორც ნახეთ SQL-ით შეგვიძლია მონაცემების დამატება, წამოღება, განახლება, წაშლა, თეიბლების შექმნა შეგვიძლია და relationship-ები შეგვექნია. relationship-ები შეგვიძლია. მაგის მაგალითებს ახლა ზუსტად ახლა გავივლით მაგ ყველაფერს. მოკლედ რომ აღწეროთ რომ თქვათ ანუ თავისი სასაუბრო ენაზე რომ გადავიდეთ, დავწეროთ რამოდენიმე პატარა მაგალითი, რომელიც შემდეგი კოდისთვის გაგვიმარტივებს ასე ვთქვათ გაგებას თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. მაგალითად SQL-ში როცა ჩვენ გვინდა რომ მაგალითად რამე მონაცემი წამოვიღოთ, ან თეიბლი და რამე მონაცემი წამოვიღოთ, მაგალითად წარმოვიდგინოთ რომ გვაქვს ჩვენ user-ების თეიბლი. ანუ მსგავსი რაღაც წარმოვიდგინოთ რომ მაგალითად აქ არის we have users table. ну ეს წარმოვიდგინოთ რომ user-ების თეიბლი გვაქვს, სადაც გვყავს მაგალითად 100 user-ი შიგ ჩაგდებული. მაგალითად მოდი პირველი რაც ყველაზე ადვილია და ამ ყველა მთლიანი user-ების მონაცემები წამოვიღოთ. ამ ყველაფერში ჩვენ SQL კოდიდან ვიყენებთ ასეთ რაღაცას, მაგალითად select from users. ეს ნიშნავს რომ დავასელექტოთ საიდან from users, ანუ user-ების თეიბლიდან. ჩვენი თეიბლის სახელიც არის users ჩავთვალოთ. ის ნიშნავს იმას რომ all users selected. ანუ ყველა user-ი არის მოსელექტებული თავის მონაცემებიანად. შემდეგი მაგალითად თუ გვჭირდება ჩვენ რომ ავიღოთ რამე მაგალითად გვჭირდება მარტო email-ი, გვჭირდება მარტო სახელი, გვჭირდება მარტო image-ი მაგალითად. მოდი ესეთი რაღაც გავაკეთოთ select აქ გავუშვებთ from user-ებიდან გვიწერია select ესეთი რაღაც from users ეს ყველა ფილტრო არის. ეს არ გვჭირდება, ბონიში. select from users. und აქ გვჭირდება ფიფქის ნაცვლად, გვჭირდება აქ ID და გვჭირდება მაგალითად email from users. მსგავს დრო იყოს. ეს არ გვჭირდება საერთოდ. აქ ვიძახეთ რაღაც რომ ავირჩიოთ ID და email-ი user-ების თეიბლი. მე რა user-ები უნდა იყოს პატარა თეიბლი რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე ჩვენ დავასელექტეთ ID-ს და დავასელექტეთ email-ს. მაგალითად მოდი ახლა ვნახოთ ფილტრაცია როგორ ხდება საერთოდ ყველაფერი. მოდი ჯერ ჩასატვირ ვნახოთ და შემდეგ ის insert ან მოკლედ დიდი ასობით უნდა იწერებოდეს ეს ჩვენი ბრძანებები ასე ვთქვათ, ეს უბრალოდ ჩვენი insert into users, email-ს და passwords set-out ასე ვთქვათ და ამის value-ები ჩვენთვის იქნება test mail და password. ეს უბრალოდ ჩვენება და ამას უკვე ყველაფერს უკვე გამიხილოთ. მოკლედ insert-ი არის რომ მონაცემთა ბაზაში დავამატოთ ეს ყველაფერი. მაგალითად მოდი ვქნათ user-ების გაფილტრვა. აქ ასეთი რაღაც წამოვა select from users where ეს არ გვინდა where მაგალითად ID უდრის 1-ს მაგალითად and email-ი and email address. აქ ვაკეთებთ რაღაცას. where-ი გამოიყენება მარტო უმეტესად ფილტრაციისთვის, რომ მოვასელექტოთ user-ების თეიბლი, სადაც, ანუ where, სადაც ID იქნება 1 და email-ი იქნება tesmail.com. თუ ასეთი user-ი ჩვენთვის არსებობს, ეს user-ი ჩვენთვის დაგვიბრუნდება და უკვე წამოვა. მოდი გავაკეთოთ მაგალითად delete from users where ID უდრის 1-ს. ამ შემთხვევაში delete-ს ვაკეთებთ user-ებზე, რომ where სადაც ID უდრის 1-ს. თუ ჩვენ მაგალითად გავაკეთოთ რაღაცას, ეს ნიშნავს იმას, რომ წავშალოთ user-ები, სადაც არის ID. ანუ
რომელი user-ს ID ექნება, ეს საერთოდ ყველა მონაცემს წაშლის. ანუ ID მონაცემი რა თქმა უნდა ყველა user-ს ექნება თავის კონკრეტული ID და მაგ ყველა მონაცემს საერთოდ წაშლის ეს ყველაფერი და ამიტომ აქ აუცილებელია ხოლმე მივუთითოთ ზუსტად რომელ user-ს შლით. მაგალითად გავაკეთოთ update users მაგალითად გავაკეთოთ set და ანუ აქ ვაკეთებთ რომ დავაპდეითებთ user-ის tables და ჩავსეტავთ set email მაგალითად where id უდრის 1-ს. მაგალითად აქ გაკეთებ ასეთი რაღაცა, რომ update user-ები და set-ი გავაკეთოთ email-ი დავააპდეითოთ და იყოს ეს ყველაფერი, სადაც id იქნება კონკრეტულად ამის ID უნდა მივუთითოთ, რადგან update-ის დროს რა თქმა უნდა ID გვჭირდება, კონკრეტულად რომელ user-ს ვაპდეითებთ. ნუ ID არის მითებული, რომ პირველ ID-ზე ეს email-ი შეიცვალოს. ასე რომ ვთქვათ, ეს არის ელემენტარული basic-ები, რა კოდსაც ზოგადად SQL-ის მხარეს ვიყენებთ ჩვენ. ანუ როგორც სალაპარაკო ენა ერთმანეთთან, როგორც საუბრობს SQL და მონაცემთა ბაზა. მოდი ახლა გავაკეთოთ ასეთი რაღაცა, რომ ჩვენ მონაცემთა ბაზა უკვე მიბმული მაქვს, Neon-ის მონაცემთა ბაზას ვიყენებ Drizzle-ით. EN-ში გვაქვს აქ მიბმული მონაცემთა ბაზა და ჩვენ გავაკეთებთ ასეთ რაღაცას, რომ მონაცემთა ბაზაში ჩვენ უკვე შევქმნით SQL-ის დახმარებით, შევქმნით ბრძანებას, ასე ვთქვათ, დაველაპარაკებით ჩვენ მონაცემთა ბაზას და შევქმნით და ჩავსედავთ, ასე ვთქვათ, მონაცემებს ჩვენ მონაცემთა ბაზაში. მოდი გავაკეთოთ ასეთი რაღაც. მოდი create schema if not exist და API ქვია. აქ ვქნით სქემას, თუ არ არსებობს, ეს არის ერთგვარი ჩეკია ჩვენთვის, რომ თუ ასეთი მონაცემი არსებობს, მაშინ აღარ შეიქმნება და ჩვენ ეს იქნება ჩვენი API-ის სახელი უბრალოდ. ჩვენი სქემა კიდევ create table if not exist. აქაც ზუსტად იგივე მსგავსია. აქ უკვე ვქნით tables. სქემა ჩვენთვის, ანუ როდესაც ჩვენ უკვე გადავართ რეალურ მონაცემთა მუშაობაზე, არ გამოვიყენებთ უშუალოდ ამ კოდს, გამოვიყენებთ სქემას, სადაც ჩვენ დავწერთ უშუალოდ რა გვჭირდება ამ და ამ table-ისთვის და ის სქემა მე გარდაიქმნება როგორც SQL კოდი, SQL editor-ში ისე გარდაიქმნება. ეს უფრო ადვილი რა თქმა უნდა. მოკლედ აქ ვქნით tables, თუ არ არსებობს ეს table, შექმნას API user-ები. მაგალითად, აი ეს არის API ჩვენი სქემა, რაც არის და API user-ებს მიებმება. მოდი აი იყოს ID იყოს serial primary key, email condes, parole condes და created time up, ანუ ეს როდის შეიქმნა ეგ იყოს, კი ბატონო. მოდი ეს გავაკეთოთ, ეს შეიქმნა და აქ უკვე რა გვინდა რომ ჩავსეტოთ ამ ყველაფერში. მოდი გავაკეთოთ insert API users parole value გავუშვათ ეს value გადმოვიტანოთ. მოდი. აქ იყოს SQL ძაღლუკა test.com და parole იყოს 1 2 3 4 5 6. შეგვიძლია მეორე მონაცემით ჩავსეტოთ და გავაკეთოთ მეორე მონაცემიც, ასე ვთქვათ. ეს არ გვინდა, ეს დავაკოპიროთ უბრალოდ. აქ გავაკეთოთ express ტესტი საერთოდ არ გვჭირდება, წერტილი.com, აქ parole იყოს express 2. ჩავთვალოთ ეს user-ები არიან და ეს user-ები რეგისტრირდებიან. კი ბატონო, აქ შევქმნით table, როგორც გითხარით, სადაც ID და email გვექნება და parole გვექნება ჩვეულებრივ. მოდი გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. გადავიდეთ backend-ზე. მე აქ წინასწარ მაქვს გაწერილი რაღაც ბრძანებები, რომელიც უშუალოდ პირველი მიგრაციის და მეორე მიგრაციის ფაილს გააკეთებს. მაგალითად, მოდი გავუშვათ npm run init. წარმატებით გაეშვა init-ი, ანუ table უნდა შეიქმნას და მოდი ჩავსიტოთ და ეს ყველაფერი ერთად ვნახოთ. npm run seed. აქ error-ი დაგვირტყა ჩვენ რატომღაც. მოდი ვნახოთ ეს error-ი გავაფიქსნოთ უცბად, აი ეს დრო არ დავკარგოთ ამის მოძებნაში. საერთოდ წაიშალა. მოდი
მოდი ვნახოთ ეს რის ერორია. თან სანამ AI გაასწორებს. როგორც ჩანს არ ინიშნება. აქ რისი შეცდომაც იყო, ეს იყო რომ სინტაქსი ქონდა არასწორად გაკეთებული ველიუების და იქ ჩავასწორეთ. ნუ იგივე სახე მიიღო, მაგრამ იგივე ერორი დაგვერტყა აქ. მოდი ეს გავასწოროთ კიდევ ერთხელ. უბრალოდ სანამ ეს გავასწორებთ, მოდი ჩვენ თვითონ ვნახოთ რა შეა პრობლემა. ვქნით სქემას თუ არსებობს, table თუ არ არსებობს იუზერებში და აქ ალბათ სინტაქსში იგულისხმება აი ეს ყველაფერი, კარგი, მოდი ეს წავშალოთ. test user ძაღლუკა წერტილი.com გავუშვათ და აქ გავუშვათ. ჩვენ გვაქვს კი ბატონო, ჩვენ ვალიდაციები გაკეთებული აქვს და მაგით შეიძლება შვება. express-user.com ეს on no conflict გვჭირდება. Random-city გავუშვით. კი ბატონო, ანუ მსგავს რაღაცაში იყო პრობლემა, რომ არასწორად გვეწერა ეს ყველაფერი. Neonis ბაზაში რო გადავიდეთ ახლა, ანუ აქ Neonis ბაზა მაქვს შექმნილი, სადაც მაქვს express-ის გაკეთებული, სადაც არის table-ები და მოდი ვნახოთ ახლა რა მოხდა აქ. როგორც ჩანს, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, ანუ ჩვენი იუზერი ესენი არ არის, ეს ძველი შექმნილი, ასე ვთქვათ. ჩვენ იუზერები რაც დავამატეთ, SQL test.com-ი და express.com-ი ჩვეულებრივ შევიდა. მოდი დავარენდიროთ ეს, დავარესტარტოთ. ის მონაცემებიც იგივე იყო, იმიტომ რომ წეღან რაც დავამატეთ ზუსტად ახლა გამახსენეთ ზუსტად. წეღანდელი მონაცემები დაემატა. აქ იყო ზუსტად აი ეს მონაცემები დამატებული. მოდი თავიდან გავუშვათ ეს რო კიდევ ვნახოთ. უნდა ჩაისიტოს test-user.com-ი 1-2 და express-user.com. რო გადავიდეთ ეს დავარეფრეშოთ, ასე ვთქვათ, წესთან უნდა ჩაისიტოს ეს ყველაფერი. კი ბატონო, test-user.com-ი, express.user.com-ი. ანუ ეხლა ჩვენ რაც გავაკეთეთ, ეს არის რომ SQL კოდით შევქმნით table და ჩვენ ჩავსიტეთ იუზერები ჩვენ table-ში. ეს არის ჩვენი იუზერების table და აქ ჩვეულებრივ ჩაისიტა. ესე მუშაობს მარტო SQL-თან, მაგრამ მარტო SQL-ი არ გამოგვადგება. მოდი ახლა ასეთი რაღაც გავაკეთოთ ჩვენ. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ წინა ლექციებზე გვაქვს მიდლეარი, გვაქვს route-ები, register route-ი და შემდეგ კი route-ი, აქ ეს არ დამჭირდება. ამას წავშლი. ექსპორტებს დავტოვებ მხოლოდ. გვაქვს რეგისტრაციის route-ი. ახლა აქ ჩვენ რაც დაგვჭირდება ის არის რომ გავაკეთოთ რეგისტრაცია და endpoint-ის მეშვეობით postman-დან ჩვენ ჩავსიტოთ ნებისმიერი იუზერი. მოდი გავაკეთოთ მაგალითად ესეთი რაღაც. register route post-ი გავუშვოთ. აქ იქნება ესეთი რაღაც, რაც წინა ლექციებზე ვნახეთ. ვალიდაციის რეგისტრაციას ვაკეთებთ, ვალიდაცია რო გაიაროს email-მა და გვაქვს თუ რამე ერორი ეს წამოვიდეს. ჩვენი path იქნება ეს. აქ const email, ანუ აქ ვქნით email-ს, ვქნით parols, ეს არის request body იქნება, როგორც email-ის string-ი და password-ის string-ი, მსგავსად. try catch გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თუ რაღაც ერორი მოვიდა დავიჭეროთ. const result, მაგალითად, udris await full query. ეს რაც შეეხება აქ full-ს რატომაც ვიყენებთ, ეს არის full, ეს არის მონაცემთა ბაზა არის დაკავშირებული ამ ყველაფრით ერთმანეთთან. ზუსტად მაგიტო ვიყენებთ მაგ ყველაფერს, მაგალითად აქ ვწერთ ასეთ რაღაცას. კი ბატონო, email password. ნუ წეღარ რაც დავწერთ, ზუსტად იგივე სინტაქსია, უბრალოდ აქ ვწერთ ასეთ რაღაცას, ჩავსერტოთ app user-ებში email და paroli, value იქნება პირველი და მეორე, ანუ განსხვავებული იქნება, დააბრუნებს ID-ს, email-ს და შექმნის დროს. email password-ი. აქ გავწეროთ, რომ res status-ი უნდა იყოს 1 და JSON-ში უნდა დაგვიბრუნოს, რომ message user registered successfully user result-ი, ანუ პირველი როგორც დაბრუნდება. თუ სიტყვაზე გვაქვს აქ რამე ერორი, შევქმნათ კოდი, რომელიც დააბრუნებს ამას და email already exists თან duplicate email წამოიღებს. გადავიდეთ postman-ში. ავიღოთ post-ი. თუნდაც ეს hello world-mail.com express route-ი, უბრალოდ აქ გვჭირდება რომ register გავუშვათ და hello world-mail.com და express დავიმახსოვროთ ეს, გავუშვათ. backend-ი არ გვაქვს ჩართული. npm run
დები გავუშვოთ. route-ზე გვაქვს კი ბატონო. აქ ეს პროსტად კომენტარი გავაკეთოთ, აქ გჭირდება დიდად. pim run devi გავუშვით. მაინც იმას იძახის, რომ აქაც კომენტარი გავუშვათ, აქაც დავაკომენტაროთ ეს. ეს route დაგჭირდება იმაში, რომ ჩვენ გავუშვებთ get-this ფუნქციას ნახოთ. კარგი. მოკლედ, ჩვენი localhost-ი რა მონაცემებზე გაეშვა, server running 4000-ზე მიდის. აგრეთვე თავიდან გავუშვოთ ეს ყველაფერი. სტატუსი 201 created-ი, უკვე სტატუსებზე ვისაუბრეთ, message-ი დარეგისტრირდა, user-ი გვაქვს 13 ID-ით, email-ი იქნება hello@google.com და create იქნება. მონაცემებზე ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩაისეტოს. ეს რო გადავა refresh-ოთ, მონაცემებზე. უკვე ხედავთ ID 13 ჩვენი email-ს დავიღეთ და Express-ის პაროლი ეს არის შექმნის დრო და ზოგადად და-update-ის დრო. ანუ ჩვენ აქ რაც გავაკეთებთ, route-ზე გავაკეთეთ ჩვენ request-ი, რომლის მეშვეობითაც, ანუ user-ის შეუძლია, რომ როდესაც რეგისტრაციას გავის მაგალითად მონაცემთა ბაზაში შემოვიდეს. მოკლედ ეხლა გვჭირდება მაგალითად user-ების წამოღება და ეს ყველაფერი გავაკეთოთ მოდი. მოდი get-ი ავიღოთ API user-ები, რა კოდიც ასე ვთქვათ, დავაკომენტარეთ უკან დავაბრუნოთ ეს ყველაფერი. ჩვენ გადავიდეთ user route-ში გადავიდეთ. მოდი export default router-ი გავუშვათ და შევქმნათ ასეთი რაღაც. constant router get-ი გავუშვათ. აქ ვუშვებთ ასეთ რაღაცას, რომ აქ გვჭირდება restatus result row უნდა წამოვიდეს. აქ ვუშვებთ ასეთ რაღაცას, რომ ჩვენ ვქნით results რა თქმა უნდა ისევ, უბრალოდ აქ რაც განსხვავება და SQL კოდისგან განსხვავებით, რასაც ვწერთ, არის ის, რომ select ID, ამოვიღებთ ID-ს, ამოვიღებთ email-ს და created add. ანუ როდესაც შექმნილი ამას ვიღებთ API user-ებიდან და თუ ეს წარმოებით დასრულდა, რა თქმა უნდა, users ვაბრუნებთ result row-ს, ანუ რა ჩამონათვალია. თუ და errors გავისვრით. კი ბატონო, მოდი ეს ასე ვქნათ. გადავიდეთ users. სწორად გვაქვს path-ი. გავუშვოთ. კი ბატონო, წამოგვივიდა საერთოდ სულ ყველა ჩვენი მონაცემი რაც გვჭირდება. მაგალითად user-ები, ID, მეორე ID, email-ი, რა ვიყო, საერთოდ ყველაფერი მოგვიდეს. აქ ვისიც რაღაც არის. პირველი ID, მე-5, მე-11, მე-12, მე-13. რაც ჩვენ შევქმნით. მოდი აქ ყველაფერი ნაცვლად ჩანდეს. მოდი მოვნიშნოთ ეს და AI-ის მეშვეობით დავარენდეროთ update და წაშლა. Make me მოკლედ აქ ეხლა რასაც გავაკეთებთ ჩვენ, უბრალოდ route-ი ანუ უბრალოდ რო არ დავკარგოთ route-ების გაწერაში, SQL კოდის კიდე გაწერაში როგორც არის, ჩვენ წეღან რაც ვნახეთ, ზუსტად აი აქ პირველ რიგში რაც გავწერეთ თავიდან რაღაც მაგალითები, მსგავს მაგალითებს ვნახულობთ, უბრალოდ აქ გვექნება ჩვენ ასე ვთქვათ რეალურ route-ზე როცა გაეშვება ეს ყველაფერი, როგორ მუშაობს, მსგავს მაგალითებს ვნახულობთ. ეს შეიქმნა, ну, აქ განსხვავება დიდად არ არის, რომ user ID-ს ვქნით, ну, user ID უნდა მოვიღოთ URL-იდან, params ID, ანუ URL-დან ვიღებთ. ზოგადად ხოლმე აქ email და password ვქნით, reg body-ს საერთოდ ვშლით და აქ რაც გვაქვს, ჩვენი რეზალტი რაც უნდა დაგვიბრუნდეს, დავაპდეითოთ API user-ები, ჩავსეთოთ email-ი, ჩავსეთოთ paroli, სადაც ID არის, მაგალითად რაღაც მესამე და ვაბრუნებთ ID-ს, email-ს და credit-ს. მსგავსად მიდის, აქ გვაქვს user ID, delete-ი, აქ გვაქვს put request-ი. კარგი, მოდი put request-ი გავუშვათ ჩვენ. Put request-ი ავიღოთ body-ში, ეს ჩამოვწიოთ, body-ში არაფერი არ გვიწერია. მოდი body ავიღოთ და აქედან გადმოვიტანოთ, რომ იგივე body გამოდის. email help world და უბრალოდ ჩვენ აქ დაგვჭირდება ID რა თქმა უნდა. აქ შევიდეთ users ID რომელი იყოს. მაგალითად ჩვენ აქ წამოღებული ID-ები რო გვაქვს, მაგალითად მე-4 user-ზე, ჩავსეტოთ ასეთი რაღაც.
express ძალუგ მაგზეტილი.com express 14 და ეს ყველაფერი გავუშვათ. მესიჯი რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდა, user-ი მე-4 ID-ზე შეიცვალა express.com შეცვლის დრო აი ეს არის და ეს არის. მოდი მე-4 ID აქ როგორც ხედავთ SQL-ი არ და ეს გამონახლებელია. მოდი შევცვალოთ და ვარეფრეშოთ. მე-4 ID-ც უკვე შეიცვალა ჩვენთვის ყველაფერი. express შეიცვალა, express 14 შეიცვალა. მოდი delete გავუკეთოთ უკვე ამ მე-4 request-ს ასე ვთქვათ. აქ body არ გვჭირდება არაფერში, აქ უბრალოდ delete იკეთდება და send-ი გავუშვით. user delete successfully ID მე-4 express უნდა წაშლილიყო, გადავდით მონაცემთა ბაზარში, დავარეფრეშოთ. კი ბატონო, express.com მე-4 ID აქ საერთოდ აღარ გვაქვს ეს ყველაფერი წაშლილია. კოდის ფაილს რო გადავიდეთ რო ვანახოთ, user ID ზუსტად იგივეა, root-ი გვაქვს გაწერიელი ID-ზე, აქ ვიღებთ user ID-ს, რა თქმა უნდა, try გვაქვს ის რომ delete from app user-ს წავშალოთ user-ები app user-დან, სადაც ID არის, ID იქნება ID, email-ი, პაროლი, ყველაფერი იშლება ეს ყველაფერი. მე რო გვიბრუნდება თუ error-ია რომ user-ი არ მოიძებნა, თუ ID ვერ იპოვა და მე რესტატუსი თუ ყველაფერი წარმოდებს რომ ეს გვიბრუნდება. მოკლედ რეალური მაგალითიც უკვე ვნახეთ, როგორ შეიძლება მონაცემთა ბაზით SQL-ით ველაპარაკოთ მონაცემთა ბაზას, შევქმნით route-ები, postman-ითაც გავაკეთეთ და ასევე გავაკეთეთ თვითონ SQL-ს და SQL კოდით ეს ყველაფერი. აი ამას გამოყენებით ეს ყველაფერი შეიქმნა. დღევანდელი ჩვენი თემა რაც იყო, საბოლოოდ ამოვწურეთ. ვნახეთ მონაცემთა ბაზის SQL მონაცემთა ბაზის relationship-ები, ვნახეთ რა შვება primary key-ები, ვნახეთ table-ები, თავის row და column-ები, ასევე როგორ ურთიერთობენ ერთმანეთთან და როგორ შეგვიძლია ერთმანეთთან რო დავაკავშიროთ მსგავს რაღაცებს ვნახეთ. დღევანდელი ლექცია სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის.